ვით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98-ზე და 5-ზე. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ და ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს, რომელიც ეძღვნება მე-11 მოწვევის პარლამენტს, სადაც საგამოძიებო კომისიამ დაასრულა თავისი მუშაობა და შექმნა 430 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც როგორც განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა თეა წულუკიანმა, სექტემბერში მოხდება მისი წარდგენა უკვე საპარლამენტო სესიაზე, მისი განხილვა და მიღება. სექტემბრამდე კი არის ზუსტად 1 თვე, აგვისტო, დაიწყო აგვისტოს პირველი კვირა, რომელიც ტრადიციულად არის ხოლმე გამორჩეული დაპირისპირებით საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოს გააჩნია ესეთი მოუშუშებელი ჭრილობა აგვისტოს ომის სახით, რომელზეც დღემდე არ არის კონსენსუსი მიღწეული, რა დოზით არის აქ ამ მის გამომწვევ მიზეზებსა და შემდეგ მის შედეგებში მაშინდელი ხელმძღვანელობის ბრალეულობა, აგრესორი ქვეყნის ბრალეულობა, რომლისთვისაც უკვე განვლილი პერიოდი აღმოჩნდა, რომ არის ერთგვარი ლუსტრაცია იმისი, რომ ეს იყო არა ეპიზოდური ომი, ან ეს იყო არა გამოხატულება იმ თითქოს მარტივად დანახული სურათს, რაც ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე, რომ აი უბრალოდ ვერ აიტანა აქ რაღაც პოლიციის რეფორმის წარმატება, თუმცა ვლადიმერ პუტინმა და შემოიჭრა, არამედ ჩვენ დღევანდელი ვითარება, უკრაინაში შექმნილი ვითარება ჩვენ გვაჩვენებს იმას, რომ ბევრად რთულია თურმე სამყარო, ჩვენ ცხოვრობთ განსხვავებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში, სადაც დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს უპირისპირდებიან და შესაბამისად მე ეს წინააღმდეგობა გადაიღრება ხოლმე პროქსი ომის სახით და ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიას გამოყენება ხდება გლობალური დაპირისპირების ფრონტის ხაზად. ბევრად უფრო და გაცილებით სისხლისმღვრელი მასშტაბით ჩვენ ვხედავთ 2022 წლიდან ამგვარ ომს უკრაინაში და ჩვენ ამის რეპეტიცია, ეს თქვა მოთელვა ჩვენ თავზე ვიწვნიეთ 2008 წელს და ეს არის ის რეალობა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს დღევანდელ მოცემულობას და წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს თუნდაც მათ შორის რაღაცა პროტესტის გამო ქუჩაში სხვადასხვა საბაბით და მე ხას უსვა ამ სიტყვას საბაბით, ეგრეთ წოდებული თითქოს და სარეფერენდუმო საკითხებით ვირჩევთ დასავლეთს თუ ვირჩევთ რუსეთს, ეს არის სინამდვილეში სრულიად სხვა სურათის გამოძახილი. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ვიღებთ დღევანდელ რეალობას და ჩვენ ვისთანაც ესეთ კონფლიქტებზე და დაპირისპირების ხაზებზე ვილაპარაკებთ. ჩვენი სტუმარია პოლიტოლოგი დავით ზარდიაშვილი. ზუსტად 2 თვის წინ ბრძანდებოდით ბატონო დავით ჩვენთან სტუდიაში, ზუსტად 2 თვე გავიდა და მაშინაც ვლაპარაკობდით ჩვენი ამერიკის დამოკიდებულებას და ამერიკული პოლიტიკის გავლენაზე მსოფლიო წესრიგზე. რა გვაჩვენებთ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ რა გვაჩვენებთ განვლილმა 2 წელიწადმა. პირველ რიგში მივესალმები აუდიტორიას და მადლობა მოწვევისთვის. ამ 2 თვემ გვაჩვენა, რომ ტრამპის თავდაპირველი ეს თქო დაპირებები, რომელმაც თავის დროზე განაპირობა მისი მობრუნება თეთრსახში, არც თუ ისე წარმატებულად სრულდება რა, საკმაოდ წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა გზა, რაც ტრამპის ასე თქო პრეზიდენტობის შემდეგ შეერთებული შტატების პოლიტიკაში შეიმჩნევა. რაღაცა ზიგზაგიზებული სვლა არის, თითქოს შეტევა, მერე უკან დახევა, სრულად ასე ვთქვათ, არათანმიმდევრული განცხადებები, განსაკუთრებით განცხადებები, რომლის უკანაც თითქოს არაფერი არ დგას და საკმაოდ წინააღმდეგობრივი მდგომარეობა არის. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არის გამოწვეული განსაკუთრებული მდგომარეობით, ზოგჯერ მას დიფუზური მდგომარეობასაც ეძახიან, რაც სოფლიოში არის შექმნილი. ეს არის გარდამავალი პერიოდი, როცა ეს უნიპოლარული მომენტია, ასე ვთქვათ, ერთპოლარული მომენტი იმსხვრევა, ჯერჯერობით არის შექმნილი რაღაცა წესრიგი, რომელიც ამ მრავალპოლარულობის გამოძახილი იქნება და მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ვითარების გარკვევა სწორედაც ომის ხაზზე, ფრონტის ხაზზე, აი როგორც ჯონ მირშაიმერი ამბობს, გადაწყვეტა ამ პრობლემას სხვანაირი არ აქვს, გარდა ვთქვათ, საბრძოლო თეატრის შედეგები, აი რა შედეგებსაც მოიტანს ეს ომი, ის აისახება შემდეგ გარკვეულ წესრიგზე, რომელიც შეიძლება არ დადგეს, ან საერთოდ ვერ დადგეს და ეს ასე ვთქვათ, ეს დიფუზურობა, არეულობა, არასტაბილურობა, დაპირისპირება, ეს турбулентური პერიოდი გაგრძელდეს კარგა ხანს. აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს
და გასაკვირი არ არის, რომ თქოთ ტრამპსაც ასე თქოთ უჭირს ასე თქოთ მანევრირება, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებში ძალიან არაერთგვაროვანი მდგომარეობა არის. ამას წინათ უყურე ერთ-ერთ შოუს საკმაოდ ისეთი ცნობილი პირს მორგანის შოუ არის ცენზურის გარეშე, სადაც სწორედ უკრაინის ომის გარშემო იყო დისკუსია, სხვადასხვა პოზიციები. და ეს პოზიციები თვითონ შეერთებული შტატების შიგნით იმდენად შეურიგებელია, იმდენად განსხვავდება ერთი მეორისგან, იმდენად ნაკლებად აქვს ჩეხების წერტილები, რომ ძალიან ძნელი სავარაუდოა, რომ ერთმნიშვნელოვანი მყარი, ასე ვთქვათ, მიზანმიმართული პოლიტიკა უახლოეს პერიოდში თვითონ შეერთებულმა შტატებმა შეძლოს და ჩამოაყალიბოს. ამ შემთხვევაში მე არ მინდა ამის თქვა, მაგრამ ჩანს ასე, რომ რუსეთს აქვს გარკვეული სტრატეგიული უპირატესობა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მას მკვეთრად კაფეოდ განსაზღვრული პოლიტიკა აქვს და იცის რაც უნდა და თუ დავაკვირდებით მოვლენებს, გასული წლის 14 ივლისის შემდეგ რუსეთს თავისი პოზიციას, თქოთ, მოთხოვნები, რასაც ის აყენებს დასავლეთის წინაშე, არ შეუძლია. პრაქტიკულად ესე იგი მყარად მიხვება იმ კურსს, რაც დადგენილი აქვს. საინტერესო საკითხის ასპექტს შეეხეთ უბრალოდ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ძალიან ნელ, მაგრამ პროგრესს ხმელეთზე, სადაც გადის ფრონტის ხაზი. უფრო და მე გოჯი მიწას იკავებს, თუ შეიძლება ესე ითქვას, რუსეთი. ჩვენ ხედავთ, რომ პრინციპულად დასავლეთის მიდგომაში პრინციპული ცვლილება არ არის, ჩვენ ხედავთ სერიოზულ სამხედრო ესკალაციას დასავლური ან დახმარების მხრიდან, ან ომში ჩართვის მხრიდან. ჩვენ ბოლო პერიოდში გვესმის ამ პრეზიდენტ ტრამპის მუქარები და ეხლა მან დააწესა მორიგი ვადა რაღაცა ულტიმატუმის სახით. საერთოდ არ იმოქმედა ამან ფრონტზე ან რუსულ რიტორიკაზე, ისინი კვლავინდებურად აგრძელებენ, ანუ არ ვიცი, ეს ალბათ ყველანაირი ომის ცინიზმი არის, მაგრამ ისინი თან უარს არ ამბობენ მოლაპარაკებებზე, სტამბულში იმართება ხოლმე შეხვედრები, შეიძლება გაცვალონ ტყვეებიც, ან გაცვალონ რაღაც დაღუპული ჯარისკაცებიც, მაგრამ აი ზუსტად ესევე რუტინულად გრძელდება ბომბვა, სადაც შემდეგ მიდის მედია манипуляცია, ძალიან ბევრი ექსპერტი იძახის, რომ ძალიან ძვირია ის იარაღი, რომელსაც ისვრიან და არავინ არ დახარჯავს ამას მშვიდობიან მოსახლეობაზე, მაგრამ არც არავინ ზედმეტ სიზუსტეზე არ დაგიდევს და შესაბამისად ჩვენ ვიღებთ სერიოზულ მსხვერპლს და მით უმეტეს იმ მოვლენების შემდეგ, რაც აღმოსავლეთში განვითარდა, რუსეთის ესე ვთქვათ იერიში უფრო და უფრო ისეთი თამამია. ამიტომ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, შემდეგ ეს უადა შეიკვეცა. მე მქონდა ამაზე თეორია, რომელსაც წინა კვირაში ვლაპარაკობდი, რომ სინამდვილეში რუსეთისთვის წარდგენილი ულტიმატუმი ეს არის რეალურად ფორმა, საფარველი, საბურველი, რის ქვეშაც სინამდვილეში იმალება ამერიკის მიერ მორიგი რაუნდი, თუ შეიძლება ითქვას, ევროპული პოლიტიკის და ევროპული ეკონომიკის ოკუპაციის. სხვანაირად უბრალოდ ჩემთვის აუხსნელი არის აი ეს რომ ჯერ თქვა გამოდიხარ და იცახე აი რაღაცა 50 დღიან ვადას ვაძლევ, ან საიდან მოვიდა ეს 50 დღე, საიდან გამოითვალა, რატომ 50, ანუ არანაირი ამის არგუმენტაცია და ახსნა არ ყოფილა და შემდეგ ასევე ეს სრულიად ბუნდოვანი მოცემულობა ასევე გაურკვევლად შეიკვეცა 10-12 დღემდე. ანუ დაახლოებით ეს უწევს სადღაც კვირის ბოლოსკენ 8 აგვისტოს სიმბოლური თარიღია. და აი ამ 8 აგვისტოს რა შეიცვლება ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, უბრალოდ ერთადერთი რაც ისი მოლოდინიც მე მაქვს, აი ამ ვადის შეკვეცას წინ უძღოდა აი ეს კაპიტულენტური სამარცხვინო შეთანხმება ევროკავშირის მხრიდან, რომელიც გაფორმდა შოტლანდიაში პრეზიდენტ ტრამპის აგარაკზე რეზიდენციაში, თუ შეიძლება ესე ითქვას, სადაც უბრალოდ ხარკი დაედო ევროპას და მას დაუფიქსირდა ის, რაც მან უნდა გადაიხადოს მომავალი წლების განმავლობაში სამხედრო იარაღის ყიდვის, ენერგომატარებლების ყიდვის, ტარიფების გადახდის და პირდაპირ ინვესტიციების სახით. ანუ აი ეს უფრო მეტად შუა საუკუნეობრივი ფორმა უბრალოდ ტელევიზორში უყურებთ, რთული წარმოსადგენია. ეს მხოლოდ ამას უკავშირდება, რომ პრეზიდენტ ტრამპს ეჩქარება, რომ ის რა ხელშეკრულებას დადოს, დროზე აამოქმედოს. ხო, ეხლა 50 დღე რატო ელოდოს, იმიტომ რომ მას შეუძლია გამოვიდეს და თქვას, ეხლა რამდენიმე დღეში, რომ აი მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეხლა მეტი იარაღი მივცე უკრაინას. მაგრამ ამავე დროს დალაგებული არის ამის მიცემის გზა. ანუ ნატოს ხოლგის ქვეშ ევროპელი სახელმწიფოები კრებენ ფულს, შემდეგ ყიდულობენ ამერიკულ იარაღს,
იმათ არა აქვს თავიანთი წარმოების თქვათ გააქტიურების საშუალება და ამას ბედნიერად აძლევენ უკრაინას. თუ ევროპა ამაზე უარს იტყვის და რაღაცნაირად ფეხს აითრევს, იმიტომ რომ მათთვის ეს ძალიან რთულია ესეთი მაღალ სოციალურ სახელმწიფოში ამის გაკეთება, ну მაშინ ეგერ არის საბჭოთა მოლაპარაკება და მაშინ მოუწევთ დათმობა, სადაც პრეზიდენტ ტრამპს ასევე აქვს გამზადებული სათავისო ხეირი, ანუ მათ ომის წარმოების პერიოდში სამხედრო სამრეწველო კომპლექსმა უდიდესი მოგება ნახა. ეხლა უკვე ისინი მშვიდობიდან ნახავენ მოგებას, იმიტომ რომ მას უკვე დარეზერვებული აქვს ეს ეგრეთ წოდებული სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმება უკრაინასთან და მას ჭირდება ამ შემთხვევაში უკრაინის სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და მისგან აი ამ ესე რომ ვთქვათ სერვისის და საქონლის და მომსახურების მიღება. უამრავი დევნილის სახით, იქ არსებული სავალალო ეკონომიკური მდგომარეობის სახით და წიაღისეულის სახით. ანუ რას ფიქრობთ, ამ კუთხით თუ შევხედავთ, მე ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტი ტრამპის, თქვათ, პოლიტიკა რაღაც ლოგიკას არ ექვემდებარება. ხო, შეიძლება რასაკვირველია ამ ლოგიკას გავყვეთ, რაც თქვენ წარმოადგენთ, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული მაგას, თქვათ, თავი დევიზის, რომ გავხადოთ შეერთებული შტატები ისე მდიადი რეალიზაციისკენ, მაგრამ რამდენიმე კითხვის ნიშანი არსებობს, ხო, ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ის, რომ უნდათ თუ არ უნდათ იმისათვის, რომ ვთქვათ, ამერიკა მოიცალოს სხვა საქმეებისთვის, ეს იქნება, ვთქვათ, შორეულ აღმოსავლეთში, წყნარი ოკეანის რეგიონში თუ ვთქვათ, ევროპის, ასე ვთქვათ, ვასალად გახდომის ბოლომდე მიყვანა, ამას სჭირდება ბუნებრივია გარკვეული გათვალისწინება რუსეთის მოთხოვნებისა. ამისთვის არის თუ არა მზად შეერთებული შტატები, რთული სათქმელია და მე მგონი უფრო რომ არ არის. მზად ის მოთხოვნები, რაც პუტინს აქვს, პირველ რიგში ეს არის უკრაინის ნეიტრალიტეტი, ტერიტორიული მოთხოვნები, რაც არის დაკავშირებული ამ მოთხოვნებთან და პლუს ყირიმზე ლაპარაკიც აღარ არის. და ასევე უკრაინის დემილიტარიზაცია, ანუ ის რომ უკრაინას შეეზღუდება შეტევითი შეიარაღება და მას აღარ იქნება შესაძლებლობა რომ გარკვეული სამხედრო მუქარა შეუქმნას რუსეთს წარმოსადგენ მომავალში. და ბუნებრივია ამის მიღება იქნება მთლიანად დასავლეთის მარცხი, ეს აუცილებლად აისახება ტრამპის, ვთქვათ, პოლიტიკურ რეიტინგზე. ეს იქნება გაცილებით მძიმე რამ, რაც იყო მაგალითად ბაიდენის დროს ავღანეთთან გამოქცევა და ბუნებრივია აქ არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები, რომ რამდენად არის მზად შეერთებული შტატები ამ ომის შესაჩერებლად. გასაგებია თქვენი ლოგიკა ევროპასთან დაკავშირებით და უფრო ტრამპი ცდილობს იმას, რაც თქვენ პირველი თეზის სახით თქვით, რომ ესე იგი ბუნებრივია ტრამპი გამოაცხადებს ამ ვთქვათ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომ ომი გაგრძელდება, ჩვენ მივცემთ იარაღს უკრაინას, ну რაღაცა ფორმით მოხდება ეს, ოღონდ ფული უნდა გადაიხადოს ევროპამ. აი ესეთი უფრო ეს სცენარი იკვეთება და ეს ნიშნავს შემდგომ ესკალაციას, ხო? ეს კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას და რასაც ვაკვირდებით, ესე კი ამ ბოლო კვირების განმავლობაში ეს ესკალაცია სულ უფრო და უფრო ვთქვათ, მაღალ საფეხურზე ადის, ეს მართლაც ასეა, რუსეთმა უფრო ინტენსიური დაბომბვები დაიწყო და ეს პასუხიც, ასე ვთქვათ, აგერ უკრაინამ გუშინ ნავთობგადასამუშავებელი კომპლექსი დააბომბა რუსეთს ბევრ ადგილას, ну, რაც შეუძლია იმ პასუხს გასცემს, ცხადია ამ შემთხვევაში. და რაიმე ნიშანწყალი იმისა, რომ არსებობს მორიგების ამ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ ჩანს, უბრალოდ არ ჩანს ეს. აი რის გარშემო შეიძლება მოხდეს ეს შეთანხმება, რომ ცეცხლის შეწყდეს, ну, პრაქტიკულად გაუგებარია. რუსეთი კატეგორიულად ითხოვს ამ თავისი მოთხოვნების შესრულებას, ну, დასავლეთი ითხოვს ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტას, ну, ცოტა 30 დღის განმავლობაში, რომ დაიწყოს რაღაც სამშვიდობო პროცესი. ну, სინამდვილეში ყველა კარგად ხედავს, რომ ეს იქნება წუთშესვენება ერთგვარი, რათა მოხდეს ძალების გადაჯგუფება და შემდეგ ეს ომი, თუ კი მისი საფუძვლები, რამაც ეს კონფლიქტი განაპირობა არ აღმოიფხვრება, აუცილებლად განახლდება. ну, არსებობს რამდენიმე პროგნოზი, ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, ალბათური ჩანს მაინც აი მირშაიმერი ვახსენე და მისი ასე ვთქვათ, პროგნოზი, თუ კი შეიძლება ამას პროგნოზი დაერქვას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მომავლის
ხედვასთან დაკავშირებით თვითონ მას აქვს ეს კითხვის ნიშნები. ანუ ის ამბობს, რომ საბოლოო ჯამში საკითხი გადაწყდება სწორედ ბრძოლის ველზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან დასავლეთს ამ ეტაპზე არ აქვს არავითარი შესაძლებლობა, რომ შეატრიალოს ომის მიმდინარეობა, შეცვალოს ომის თეატრის სურათი, უკრაინა მარცხდება და შედეგი იქნება ამისი ის, რომ არც ერთ შემთხვევაში ესე იგი საზეო მოლაპარაკება არ გაიმართება და ზავი არ დაიდება დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამისი არც ერთი ასე ვთქვათ ფაქტორი არ არსებობს, რომ მართლაც ვიფიქროთ, რომ რაღაცა შეთანხმებას ან ზავს მიაღწევენ, ან რაღაცას მოიგდებიან, არამედ მოხდება კონფლიქტის გაყინვა. ეგარ დაახლოებით ის ვითარება, რაც მე 2008 წლის აგვისტო ახსენეთ საქართველოს საკითხი, რაც ჩვენთვის ყველაზე უფრო მტკივნეული და მძიმეა, ეს არის ის, რომ საზეო ხელშეკრულება კი არ იქნება, იქნება რაღაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მსგავსი, შეიძლება ხელშეკრულებაც არ იყოს, არამედ ფაქტობრივად დადგეს ეს მდგომარეობა მას შემდეგ, რაც უკრაინის არმია უბრალოდ უნარო აღმოჩნდება, რომ გააგრძელოს, ასე ვთქვათ, ეს წინააღმდეგობის გაწევა. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინა გახდება ესე იგი არაფუნქციონირებადი პოლიტიკური ერთეული. დაიწყება ის, რასაც დიდი ხანია ვარაუდობენ, პროსეთ ინტენსიურად განვითარდება, რასაც უკრაინის ისტორიაში რუინას ეძახიან, ანუ უკიდურესად არასტაბილური ვითარება, უხელისუფლებობა, ანუ მრავალხელისუფლებიანობა, ძალიან არასტაბილური პერიოდი და რასაკვირველია, ეს რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსირებული ტერიტორიები დარჩება რუსეთის შემოდგენობაში. აი დაახლოებით ეს, მაგრამ დასავლეთსა და რუსეთს შორის ეს იქნება ღია კონფლიქტი, გაყინული, რომელიც შეიძლება რამდენიმე კრიტიკულ წერტილში და მირშაიმერ ჩამოთვლის 6 ასეთ კრიტიკულ წერტილს. იქ შეიძლება გაალღოს ნებისმიერ ერთ-ერთი არის შავი ზღვა, ერთ-ერთი არის საქართველო. და ეს რას ნიშნავს, რომ ესე იგი ლოგიკურად გამომდინარეობს ეს, რომ ჩვენი ასე ვთქვათ იმედები, რომ ეს ომი დასრულდება და ესკალაციას ბოლო მოეღება და კონფლიქტი მოგვარდება, ასე თუ ისე რაღაცა ასე ვთქვათ სტატუს quo იქნება მიღწეული, რომელსაც გავაგრძელებთ მშვიდობიან ცხოვრებას, ну საკმაოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რა. იმიტომ რომ თუ ასე გაგრძელდა, ესე იგი ეს კონფლიქტი არ გადაწყდა და როგორც ჩანს ასეა, არამედ მიღწეული იქნება მხოლოდ დაპაუზება, ანუ გაყინვა ამ კონფლიქტის, რაც საქართველოს შემთხვევაშიც მოხდა, ხო? და ეს მერე შემდეგ იმდენად გაყინეს, რომ საერთოდ გვერდზე გადადეს, აღარც განიხილება აქტუალურად, кайხანია უკვე, მით უმეტეს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ან თუ განიხილება ზოგად კონტექსტში, ერთიან კონტექსტში, დასავლეთ რუსეთის დაპირისპირების კონტექსტში, არამედ სხვა ამოხსნებიც აქვს, როგორც ჩანს. და ეს არის ურთულესი მდგომარეობა ჩვენთვის რა, ანუ ვითარება, რასაც თითქოს ეს 3 წელია, ასე ვთქვათ, უძლებთ რა, შეიძლება კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს. აი ეს კი, ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, მაგალითად, ეს იქნება კლასიკური მიდგომა უკრაინის ომთან დაკავშირებით, დასავლეთი რაღაცა წვეთოვანივით აძლევს იარაღს, ამ იარაღს გააჩნია რაღაც შეზღუდული გამოყენება და ისედაც ბრძოლის ველად განსაზღვრული არის უკრაინის ტერიტორია. ანუ გამარჯვება ქვია იმას, რომ უკრაინა მაგალითად მტერი თავისი აღიარებული საზღვრებიდან განდევნოს. არავინ არ უტევს რუსეთს. კურსკის ოლქის ავანტიურაც ჩაითვალა, ანუ არ იყო კონსენსუსი მის შესახებ, მის შეფასებაზე, რამდენად ღირდა არ ღირდა. ჩაითვალა უკრაინის გაბედულ ნაბიჯად, თუმცა მან ანუ ვერანაირი სამხედრო შედეგი ვერ გამოიღო. რუსეთმა ეს მოითმიდა, თანდათანობით ის შეუდგა ჩრდილოკორეელების დახმარებით შემოჭრილი ჯარისკაცების განდევნას. იქით ეს იყო ყველაზე ახლო სცენარი დაახლოებით, როცა საქართველოს მონაწილეობაზეა ამ გლობალურ დაპირისპირებაში ლაპარაკი, რაც საქართველოს უნდა განხორციელებულიყო ბევრად დაშორებულ მანძილით ტერიტორიაზე, სადაც რუსეთს მეტი ძალისხმევა დაჭირდებოდა თავისი სამხედრო რესურსი რომ მოემართა, ხო? მაგრამ აი რა თქვენ ახსენეთ ჯონ მერშეიმერი და მარო ჩამოთვალა დასავლეთის და რუსეთის ეს შეხების წერტილები, სადაც შეიძლება სტრატეგიული კონკურენცია ვიხილოთ, ეს არის არქტიკა, ეს არის ბალტიის აუზი, ეს არის ბელორუსია, ეს არის უკრაინა, ეს არის მოლდოვეთი და ეს არის შავი ზღვა, სადაც პირველ რიგში საქართველოს იგულისხმება და ნუ აი თურქეთის მიმართულება. ამ მხრივ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ძვრებს. ეს ძვრები უკავშირდება
აზერბაიჯანის ამბიციებს. აზერბაიჯანმა პირწმინდად მოუგო სომხეთს ომი ყარაბაღის გარშემო. მან დაიბრუნა თავისი დაკარგული რაიონები, მან დაიბრუნა ყარაბაღის ტერიტორია, ანუ ის რაც ჰქონდა სომხეთს აღებული. სომხეთმა არა მარტო ცნო მარცხი, მან ცნო დანაკარგი, მან უარი თქვა აი ამ პრეტენზიაზე და ის საერთოდ თავისი ის თქვა იდენტობის ბურჯებს გაემიჯნა, ხო? მან რაღაცნაირად დისტანცირდა მისთვის თავარი საგარეო პოლიტიკის კონცეფციაზე, რაც ეფუძნებოდა 1915 წლის გენოციდის აღიარებას. მან უარი თქვა ყარაბაღზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანისთვის ეს საკმარისი არ არის, ის თითქოს გრძნობს თუ ხედავს შეაძლებლობის ფანჯარას და ცდილობს, რომ შექმნელი ვითარებიდან, როდესაც რუსეთს არ ძალია და მისი გავლენა სხვა მიმართულებებზე არის შესუსტებული, ეს გამოიყენოს როგორც შეაძლებლობის ფანჯარა და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ზანგეზურის დერეფნად ცნობილი წერტილი, რომელთაც ის უნდა შეუერთდეს თავის ექსკლავს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სახით და თან სახმელეთო გზით დაუკავშირდეს თურქეთს, აი ამ მარშრუტით, ხო? მაგრამ ახლა სომხეთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი აქ როგორ გამოიყენოს ეს მარცხი იმ მხრივ, რომ საერთოდ გადარჩეს და არ დარჩეს თამაშგარე მდგომარეობაში და მით უმეტეს, რომ ეს დერეფანი არის სომხეთი არის რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ესე აღიარებულად ყოველგვარი გაერთიანების წევრი იქნება ეს დსთ თუ სხვა და კავშირი ირანთან. ეს არის ისეთი ძალიან ფუნდამენტური გზაჯვარედინი, რომელიც ყოფს ამ მოცემულობას. ჩვენ ეხლა გაჩნდა ინფორმაცია დღეს, რომ შესაძლოა სომხეთ აზერბაიჯანის მოლაპარაკებები უკვე 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაიმართოს. მანამდე რომ აბუ-დაბიში გაიმართა თუ დოჰაში, ანუ ეგეც იგივენაირად ამერიკელების ჩართულობას გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ მედიატორის როლში გამოდის დასავლეთი და აქ უკვე ჩანს ის ნიშანი, რომ აი ეს არის მიმართულება, საიდანაც რუსეთს ასევე შეიძლება შეუტიონ, რაც ნიშნავს მის ნებაზე ზეწოლას იმისათვის, რომ მათ მეიღო მშვიდობა. ანუ ამოცანა არის, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩეს, თუნდაც ის 20% რაღაცნაირად დაკარგოს. თუმცა ამ ის აღიარების გარეშე რუსეთი გაჩერებას ბუნებრივია არაპირებს და აი ეს ძალიან დაძაბული ვითარება კიდევ უფრო ავიწროებს რკალს საქართველოს გარშემო, რომელსაც ყველაზე მეტად რა თქმა უნდა მთავარი ინსტრუმენტი რაც გამოიყენება უკვე საქართველოს ნების შესაძლებლად და რაღაცა მოკავშირე მხარის ასარჩევად, ესე ვთქვათ, იმ დროს როცა ქვეყანამ თქვა რომ ჩვენ არ გვინდა ომში ჩართვა, იმიტომ რომ ისეთ ადგილას ვართ, რომ ეს გამოიწვევს ჩვენში გაჩანაგებას. აი ამ კალში რა თქმა უნდა მთავარი არეულობა უკავშირდება შიდა პოლიტიკურ ვითარებას. როგორ ფიქრობთ, ანუ რამდენად ეთანხმებით ამ კალის დავიწროების მოსაზრებას და შემდგომ შიდა დიახ, რასაკვირველია ეს ჩანს როგორც ტენდენცია, რომ ცდილობენ ასე ვთქვათ რუსეთის გარშემო ეს ცეცხლის რკალის ასე ვთქვათ გაფართოებას რამდენადაც ეს შესაძლებელია და სადაც ეს შესაძლებელია, ბუნებრივია აზერბაიჯანის გამოყენებაც ამ კონტექსტში არ არის გამორიცხული, მით უმეტეს ეგეც მართალია, რომ აზერბაიჯანს გაუჩნდა სერიოზული ასე ვთქვათ ამბიციები და ის არაპირებს ასე ვთქვათ რუსეთს თავი დაუხაროს ეს ჭყალებში ვთქვათ და ბუნებრივია ის ცდილობს, რომ იქცეს ასე ვთქვათ დომინანტ მოთამაშედ თურქეთთან ერთად რუსეთის სამხრეთ ფლანგზე. მაგრამ აქ არის რამდენიმე ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ კონფლიქტის საშიშროება, ხო, პირველ რიგში ეს არის კონფლიქტი ირანთან, რა, იმიტომ რომ ირანისთვის ეს ზანგეზურის გასასვლელი მოგეხსენებათ ირანის საზღვართან არის და ცხადია, რომ ის ასე ვთქვათ საფრთხეს ხედავს ამაში, რომ თუ ეს ზანგეზურის კორიდორი იქნება მიმართული რაღაცა გეოპოლიტიკური და სხვა დანიშნულება მას პრინციპში ინდიაში ეკონომიკური პროექტიც არის, გეოეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არც იმდენად, არამედ სწორედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ეს არის მიმართული რასაკვირველია რუსეთის საწინააღმდეგო ვექტორის სახე აქვს ამას, ეს აღკარაა. თან საუბარი არის ეს, რომ ამერიკელების ჩარევით მოხდება, თქო ძალიან შუამავლის როლს ამერიკა თამაშობს და შეთავაზებაც იყო ასეთი და სომხეთსაც შესთავაზეს ეს რომ ეს ზანგეზურის კორიდორის კონტროლი განახორციელოს ამერიკა მართვას, თქო ოპერირება ამისი ეს ეკონომიკური იქნება თუ რაღაც უსაფრთხოებაზე ალბათ სხვა ფორმატია, მაგრამ ვთქვათ ეკონომიკური მართვა ამისი შეერთებულმა შტატებმა განახორციელოს ეს
შეთავაზებმა ჯერჯერობით სომხეთმა არ მიიღო, მაგრამ ამისი პერსპექტივა არსებობს. ეს ბუნებრივია იწვევს ირანის შეშფოთებას, ირანმა პირდაპირ განაცხადა, რომ არ დაუშვებს ამ რეგიონში არც ერთი მოთამაშის, რომელიც იქნება კავკასიის გარეთ ან რომელიმე უცხო ძალა შემოყვანას აქ და ბუნებრივია ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროექტი არ შედგეს. და ცხადია ახლა ირანსაც ესმის ეს რომ ამ ზანგეზურის კორიდორის გახსნის უკან დგას ეს სულ ცოტა მიექვსის და ანუ ბრიტანეთის და შეერთებული შტატების ინტერესების ავარაუდოდ და ბუნებრივია რომ ამის წინააღმდეგი იქნება. ამიტომ ეს საკმაოდ ესეთი თემაა რთული. ამ დროს ესე იგი რუსეთს ხადი არ ცალი ამ ვითარებაში ამ მდგომარეობაში აქტიურად ჩართვისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ამას თვალებს დახუჭავს, გულზე ხელებს დაიკრებს და ისე შეხედავს რა. ბუნებრივია რეაქცია ექნება ამაზეც. ეს ყველაფერი რისკებს დის, ბუნებრივია საქართველოსთვის, იმიტომ რომ იხატება რამდენიმე მიმართულებით კონფლიქტის, სავარაუდო კონფლიქტის, ვთქვათ, პოტენციური საფრთხეა რა, რაც უშუალოდ ჩვენს გარშემო იქნება, ან შესაძლებელია ჩვენი ჩართულობითაც, იმიტომ რომ თუ კონფლიქტი გაჩაღდა, ირანი საქართველოს განიხილავს ფლანგის სახელმწიფოს ამ შემთხვევაში და ბუნებრივია რაღაც მოქმედებები, რომ ამ ჩვენი დისტანცირება მოხდეს, ასე ვთქვათ, იზოლაცია აზერბაიჯანისგან, ან შესაძლებელია უარესიც, არ გამოირიცხება ამ შემთხვევაში. იმედი ვიქონიოთ, რომ ასე ვთქვათ, მდგომარეობა გართულებების გარეშე განვითარდება და ეს ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რა შედეგები იქნება, ასე ვთქვათ, უკრაინაში, რა საბოლოო ჯამში, რომ ძირითადი, ასე ვთქვათ, თავარი ფრონტის ხაზი უკრაინაა და თუ რაღაცა გარკვეულწილად მდგომარეობა წავიდა იქითკენ, რომ ეს კონფლიქტი გაიყინა, ну რაღაც პერიოდის განმავლობაში ალბათ იარსებებს გარკვეული, ასე ვთქვათ, ძალთა ბალანსი, კავკასიაში ეს ძალთა ბალანსი გარკვეულად ჩამოყალიბებულია, რაღაცა ბალანსი არსებობს, ეს ბუნებრივია მწინარესად უკავშირდება თურქეთს, როგორც დომინანტ პოლიტიკურ ძალას ამ შემთხვევაში ესე კავკასიის სტაბილურობა დიდწილად დგას ვთქვათ თურქეთის პოზიციაზე, უბრალოდ თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსზე, რომელმაც ომი მოიგო ბოლოს და გარკვეული ვთქვათ მოდუს ვივენდი ჩამოაყალიბა აქ. რაღაცა ეს დროებითია, მაგრამ ასეა. რუსეთი თითქოს გარედან იყურება, მაგრამ ბუნებრივია ის არ დაუშვებს ვთქვათ მისი ინტერესების ისეთნაირად იგნორირებას, რომელიც მე საბოლოოდ პრობლემას ისე გაყინული კონფლიქტების შემთხვევაში სცენარი როგორ ვითარდება ჩვენ ანახი ვაკ, როგორც 90-იან წლებში ესევე გვიანებითაც, მაგრამ ეხლა ამის პირი, რა თქმა უნდა, შანსი რჩება, მაგრამ ნაკლებად ჩანს ამ ვითარებაში, იმიტომ რომ შენ რაღაცა მოქმედებებს სხვა ფლანგზე არ ააქტიურებ ეს იმისაც რომ გაყინვის ემზადები პირიქით არის ეს. ამ შემთხვევაში ეს აქტუალიზაცია ამ კავკასიის მიმართულების უფრო უკავშირდება იმას, რომ ანუ თუ რუსეთს მოუწევს გააქტიურება, ეს არის პროვოკაცია, რომელზეც მას მოუწევს რეაგირება და რეაგირება მოითხოვს გარკვეულ ხარჯს, რესურსს, ენერგიას და ნებისმიერი რუსეთისთვის დამატებითი ენერგია და ძალისხმევა ნიშნავს შესუსტებას და მოკლებას უკრაინის ფრონტზე. როგორც კი იქ სტატუს კვო იცვლება, რუსეთს აღარ აქვს ამავე დინამიკა, ბუნებრივია რომ მისი დახტახება და იძულება რაღაცა მოლაპარაკების პირობებზე უკვე სრულიად სხვაგვარია. თუ პროვოკაციაზე არ წამოიგო, ის რეალურად იღებს უკვე უბრალო დანაკარგს კი არა, რომელსაც მე დაიბრუნებს, არამედ სტრატეგიულ დანაკარგს. ეს არ არის მოშორებული სირია, სადაც მას შეუძლია უფრო დისტანციური თამაში, ხო და? რა თქმა უნდა. იქაური არეულობა მას პირდაპირ არ ეხება. რაღაც საჭიროების მომენტში ჩვენ ვხედავთ, რომ სირია კლავინდებურად ახალი ხელისუფლებაც კი ისე უკავშირდება რუსეთს. და მას შეუძლია ეს დისტანციური თამაში. აქ უკვე მისთვის არის ისეთი ინტერესი ჩადებული, რომელიც სტატუს-კვოს ცვლილებაც უკვე სერიოზულად ცვლის რეგიონში ძალთა ბალანს, ხო? ირანთან ურთიერთობა იცვლება და უამრავი სხვა რამ. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს, რომ როგორ რამდენად გამწვავდება ვითარება ჩვენ ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო საქართველოს მდგომარეობას ძალიან მყიფედ აქცევს. და აი ესეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას მსგავსი მოცემულობა ემუქრება, ჩვენ ვხედავთ პირიქით, ჩვენ ვხედავთ ოპოზიციურ პროპაგანდას, რომელიც თლიანად აწყობილი არის რაღაც გუშინდელი დღის
რაღაც ევროპულ ნარატივებზე, რომ თითქოს აი ეს ილუზია, რომელსაც განაც უკვე აღარაფერი არ დარჩა, მაინც ამ რაღაცა პროპაგანდისტულ ნარატივებში არსებობს, რომ აი საქართველოს თითქოს ეხლა კარგავს რაღაც საოცრად გახსნათ ფაჯერს, რაღაც ევროპულ 64-ს ხატავენ ხოლმე ხშირად. აი განსაკუთრებით როდესაც უვიზო რეჟიმი შეაძლო გაუქმებაზე გააქტიურდა ლაპარაკი, უცებ ჩვენ ნახეთ აი ეს რაღაც ჩადრევანი რაღაც ნიანგის წრემლების რომ აი რაგური 64-ია საქართველოს როგორ ხურავს კარგულს აი იმ პირობებში რაზეც ჩვენ გადაცემის თითქმის 2/3 ვილაპარაკეთ საქართველოს გარშემო რა ხდება და რა ფრონტის ხაზი გადის ამ დროს ჩვენ გვიხატავენ აი აღველების ციკლში 64-ია ხოლმე რა დახატული ამას ჩვენი ქართული ფილმი შეიძლება გავხსენოთ დაკარგული 64 ხო ნებისმიერი რამ უამრავი რამის შეიძლება გახსენოთ ამას გვეუბნებიან ხოლმე და ეს ფრონტის ხაზი სხვათა შორის ჩვენ გადავიდეთ შიდა საკითხზე რაც დაგვჭირდა რომ 15 წუთი რომ შიდა საკითხის ფრონტი ვიწროვდება. უკვე პრაქტიკულად მოახლოვდა თუ უკვე იწურება ეს ვადა გაიყოფა საბოლოოდ ქართული ოპოზიციური სპექტრი იმ ადამიანებად, ვინც მიხვდება იმას, რასაც მე მაგალითად მრავალი თვეა ვლაპარაკობ, რომ ეხლა მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული მათ შორის ოპოზიციის არჩევნებიც, ანუ უნდა გაირკვეს, რომ ვინ წარმოადგენს ქართულ ოპოზიციას და ეს გაირკვა იმ კრიტერიუმით, რომ ვინ მონაწილეობს არჩევნებში, იმიტომ რომ რევოლუცია ჩავარდა, რევოლუცია აჯანყება და გადატრიალება ამ ქვეყანაში არ შედგა და ეს ვერ განახორციელა ვერც იმ ძალებმა, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს პარლამენტის შენობას ეს ვერ მოხდა შესაბამისად რჩება მეორე გზა ეს არის მშვიდობიანი გზა რომელიც რა თქმა უნდა ქართული ხასიათიდან გამომდინარე და კიდევ სხვა ბევრი სხვა მიზეზიდან გამომდინარე პარტიების ნაწილს ესე ვთქვათ ამაყ ბოიკოტში ტოვებს დიახ მესმის ეს ყველაფერი ნაწილი ხვდება რომ ეს შეუძლებელია და არსებობს კიდევ ადამიანთა შეხედულება რომელიც თulis რომ ეს გაყოფაც ხელოვნურია რომ უბრალოდ რაღაცა ნაწილის გამოყენება ხდება შიგნით სისტემაში შემოსახელად და რაღაც ნაწილის ესე ვთქვათ არასისტემურ ოპოზიციად ხდება დატოვება იმისათვის რომ შემდგომ თუ ქუჩის პროცესებს ლეგიტიმაცია გააჩნდეს მესმის ესე თუ ხედავთ თქვენ კავშირს აი ამ შიგნით და გარეთ მიმდინარე რა თქმა უნდა ხედავ მე არ მგონია რომ ოპოზიცია მას შიდა არჩევნები იმ თვალსაზრისით რომ ხდება ბუნებრივი გაყოფა ვინ ირჩევს ასე ვთქვათ რაღაც გარკვეულ სტრატეგიად ლეგიტიმურ გზას ხელისუფლების შეცვლის და ვინ რჩება თავის დესტრუქციაში აირჩია ეს კი რაღაც არჩევანი ხდება აქა მე უფრო მგონია რომ ეს არის ასე ვთქვათ ტაქტიკური ჩანაფიქრი რომ ოპოზიციის ასე ვთქვათ ორგანიზება ხდება ორივე მიმართულებით დესტრუქციის მიმართულებითაც და ვითომ არჩევნებში მონაწილეობის მიმართულებითაც ახლა ძალიან კარგად იციან რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც არავითარი საარჩევნო წარმატების იმედი მათ არ შეიძლება რომ გქონდეთ და უფრო მგონია რომ ეს ასე ვთქვათ არჩევნებში მონაწილეობა ემსახურება ერთ დიდ სტრატეგიას რომ ამ მიმართულებით შექმნან დესტაბილიზაცია, ანუ არჩევნებში მონაწილეობა გამოიყენონ, ასე ვთქვათ, ამ რევოლუციური სცენარებისთვის, რაც რამდენჯერმე გააკეთეს უკვე, ხო, 2020 წელს გააკეთეს ეს, ასე ვთქვათ, ისფედის დახმარებით, ახლა შემდეგ გააკეთეს, ნუ ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი უტიფარი ტყვილი, რომ ვითომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა და მთელი კამპანიის აგება შემდეგ რევოლუციის მოსამზადებელი ამაზე და ასე შემდეგ არა და ვფიქრობ რომ ორივე მიმართულებას გამოიყენებენ, მაგრამ გამოიყენებენ არა რაღაცა ხანგრძლივადიანი სტრატეგიისათვის, რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლების ასე ვთქვათ ცვლილებას ხელისუფლებათა მონაწილეობის პრინციპის გამო, დემოკრატიული პრინციპის გამო თუნდაც, არამედ გამოიყენებენ დესტრუქციისთვის კვლავ და აი ენტროპიისთვის, რასაც მუდმივად მიმართავენ. ახლა დღე-დღე ისინი ეგრე ფიქრობენ და ასე ჩაას. ახლა არჩევნებში მონაწილეობს მოგწოდ შედიხარ. რაღაც გარკვეული კონსტრუქციული გზა უნდა დაიტოვო, ხო და გარკვეული მიმართულება უნდა გქონდეს, მოაჩვენო მაინც თავი, რომ ვითომ რამეს აკეთებ, არა? ანუ რაღაცა ზრუნავ საკუთარ ამორჩევლებზე, მათ კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე, რაღაც პოზიტიური პროგრამა გაგარჩნია. პოზიტიური კი არა, ნუ ფორმალურადაც არავითარი საარჩევნო პროგრამა რა უნდათ ამ არჩევნებში, ვინც მონაწილეობენ, იმაზე ვლაპარაკობ, არავინ არ იცის, რისი მიღწევა სურთ, რა
რის გარშემო მოუწოდებენ ამ მრჩეველს რომ გაერთიანდნენ, გაუგებარია, ერთადერთი ნარატივი არის, ოცნება უნდა დავამხოთ, ხო? ანუ ესე იგი არჩევნებში მონაწილეობის დევიზი არის რა? ოცნება უნდა დავამხოთ. ოღონდ უნდა ვცადოთ ეს, ანუ მაქსიმალური დისკომფორტი შევქმნათ, წინააღმდეგობების კერა გავაჩინოთ, ყველაფერი ინსტრუმენტალიზაცია მოხდეს იმისათვის, რომ ოღონდ ამ ბრძოლაში ქვეყანა უნდა გაჩერდეს, ეკონომიკა დაზიანდეს, უნდა გაიჭყლიტოს. ეს არაფერი არის. პარალელურად ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ერთ-ერთი ხაზი არის, რომ როგორ გაუარესდა სოციალური ველი. დღეს დღეს წავიკითხე რაღაცა შეფასება, ფაქტ-ჩეკი, სადაც ლაპარაკია, რომ თან საქართველოს გარკვეული კრიტერიუმებით არის საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანა, ოღონდ მოსახლეობის ნახევარს დღეში 20 ლარი არ აქვს და სიგარების ზღვარს მიღმა. ანუ აი ერთი ეს დამოკიდებულებაა და ოღონდ აქ უნდა დავამატოთ მესამე კომპონენტიც. აუცილებელია სანქციები, აუცილებელი არის ვიზო რეჟიმის გავრცელება, ანუ სტრატეგიად არჩეული არის მოსახლეობის პირობების მაქსიმალური გაუარესება იმისათვის, რომ მოხდეს ზემოქმედება, შემდეგ რაღაც გაუსაძლეს ვითარება შეიქმნას და იქნებ ხალხი აჯანყდა. აი წარმოიდგინე. აი ეს არის, ეხლა ესე დღელაღამე ეს არის ღიად დეკლარირებული. ამას ვინმე ჩუმად კი არ აკეთებს. ღიად ამბო. ანუ აი, როცა ლაპარაკი არის, რომ რუსული მეთოდი და რუსეთი რაღაცებს ცდილობს, თუ მეცაც ინტერესია ფარულად, ესენი ამას პირდაპირ იძახიან. ანუ მოსახლეობას ეუბნება, ჩვენ უნდა მოგცე ხმა იმისათვის, რომ ჩვენ შემდეგ აი ეს რაღაცა აპოკალიპტური სურათი შევქმნათ, ოღონდ თავარია, რომ ის ხელისუფლება, რომელიც ლაპარაკობს მშვიდობაზე და კეთილდღეობაზე, ეს ჩამოვაგდოთ. ანუ აი ამ სასტარტო პირობით ანუ ესე იგი პირდაპირ როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში წარმატება, იმიტომ გჭირდება, რომ ცენტრალურ დონეზე მე ხელისუფლება დავამხოთ, ეგარ დაახლოებით ის რაც სააკაშვილის, თქო, საკრებულოს თავმჯდომარეს გახდომის წინ ხდება. ზუსტად იგივე. არა, ოღონდ მაშინ მაგასაც არ იძახა. იქ არსებობდა, ნახეთ, ხელშეკრულება ეხა ვის ემახსოვრება, ეხა ახლანდელ მსმენელს საერთოდ არა 20 წლის და 3 წლის წინანდელი ამბავი. ხელშეკრულება თბილისთან ის პირდებოდა რაღაცებს ხალხს, რომელიც საერთოდ ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა იყო. პირდებოდა მაინც, ნუ არა, ის ქონდა პოზიტიური კამპანია ქონდა, ოღონდ მოეგო ისა. ვერც მოიგო, სხვადასხვა შემდეგ იყიდა ეს ადგილი შავ-ნათელაშვილისგან, მაგრამ ანუ მისი კამპანია 2002 წლის შემდეგ იდეა იყო ხო და მე იქიდან მოაწყო ესე თქვა რევოლუცია იდეა იყო რომ ჩვენ ხო მაგრამ იდეა მთავარი იდეა იყო და ეს არც ინიღბებოდა თუმცა რასაკვირველია პოზიტიური კამპანიაც ჰქონდათ რაღაც იაფი ასე ვთქვათ იაფოსიანი სატყუარებებს პოპულისტური ძალიან მოსახლეობისთვის მაგრამ იდეა იყო ხო რომ თბილისის საკრებულოს ხელში აღებით ისინი შეიქმნიან პლაცდარმს რომ შეუდგნენ ხო ის იყო უკვე ოპოზიციაში გადასული მაგრამ სხვა რამეს რომ მაშინ ეს შენიღბული მაინც იყო ეს ღიად არ იყო ეხლა აბსოლუტურად შინაარსი რა თქმა უნდა ეგ იყო რომ მას აიღო სტრატეგიული სიმაღლე ესე ვთქვათ ეს შეძლო და ეს არის აბსურდი, ეს კი რის თქვა უნდა. ო, ნახეთ, კიდევ ძალიან მნიშვნელოვან თემას იხსენებთ, რომ ეს არის ძალიან ცოცხალი ისტორია, ხშირად უყვართ ხოლმე, ეხლა მე რაღაც ანალიზში რო შედიან ხოლმე და რო ცდილობენ რომ მოარგონ ეს თავიანთ აღქმებს რეალობა. 2002 წელი არის დრო, როდესაც ის არჩევნები ჩატარდა საათს ნათელაშვილის სააკაშვილის ტანდემმა გაიმარჯვა. მაშინდელმა მართლმა პარტიამ მოქალაქეთა კავშირმა ბევრს ეს ფაქტი არ ახსოვს. ააგო არჩევნები და ადგილობრივი ბარიერი ვერ გადალახა. ადგილობრივი არჩევნები რაც მეტყველებს სად იყო მაშინდელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია, დობის დონე საერთოდ ქვეყანა რა მდგომარეობაში იყო. ხო, ეს იყო ეს მოცემულობა და ამ ფონზე მოხდა რევოლუცია. ეს მოცემულობა შეადარონ უბრალოდ დღეს არსებულ წარმოუდგენელია და ამიტომ არის ესე იგი იძულებულები არიან რომ არაფერს აღარ შენიღბონ, ღიად გამოვიდნენ და დევიზი მათი აი იმათი ვინც არჩევნებში მონაწილეობს რა არის რომ შევხედოთ ის კი რა გავაკეთოთ რაც უნდა იყოს ნუ ნებისმიერ ეხლა თქვა თუ საარჩევნო კამპანია და ამ ლეგიტიმურ გზას მიყვები რაღაცა პოზიტივი უნდა გქონდეს ხო სხვანაირ წარმოუდგენ დევიზი არის მათი რა გავაფუჭოთ და ისინი ხვალინდელ საქართველოს ოდნავ კონტურსაც ესე კი ერთადერთი არჩევნებში მონაწილეობენ რომ რა გავაფუჭოთ ამ დევიზით ეხლა ამას აკეთებენ პარტიები რომლებიც საგათითო კაცებულები ერთმანეთს ჭამენ და საერთოდ ბოლოდ უკვე რამდენი ხანია იქცა წინააღმდეგობის მანტრად ესეთი რამ რომ ანუ ყველა აღებული ერთად ყველა ოპოზიციური პარტია ერთად ანუ ქართულ ოცნებას ვერ წონს ესეც რა არალეგიტიმაციაზეა ლაპარაკი არ მესმის ამიტომ გააჩინეს ეგეთი ფენომენი კოალიციური მართლობა რომ ჯამურად ჩვენ მეტნი ვართ ანუ აი უკვე დაიწყეს აი ამ აბსურდის ლაპარაკი მიუხედავად იმისა რომ
დათვლით ესესი არ არის. არა, რასაკვირველია არ ამის არის. მიუხედავადაც შიგნით ერთმანეთს ჭამენ, ელემენტარულ საკითხზე ვერ ყალიბდებიან, ლიდერზე ეგენი ვერ თახვდებიან, ვერაფერზე ვერ თახვდებიან და ეხლა პარალელურად ხედავენ ხელისუფლებაში მიმდინარე კონსოლიდაციის პროცესს, რომელსაც ისინი არქმევენ, ანუ დაშლას. შავზე ადამიანებს ეუნებიან რომ არის თეთრი და პირიქით და ესეც ცდილობენ რაღაცის შეცვლა. დიახ, ეს ძალიან ბევრი რამ არის, რაც მართლაც თქვათ აბსურდული ოქსიმორონის მდგომარეობაში არიან რა. ეს კი ერთი ეგ რაც ბრძანეთ, რომ არითმეტიკულად კრებენ თითოეული პარტიის პროცენტს და ჯამურად გამოყავთ, რომ თითქოს მათ აქვს მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ქართულ ოცნებას, რაც რასაკვირველი აბსურდია, იმიტომ რომ ესე მექანიკურად ეგ არ იკრიბება, როცა ისინი რაღაც კოალიციას ქმნიან, კოალიციას საკუთარი პოლიტიკური წონა უნდა ქონდეს, რომელიც გასხვა შეიძლება მეტი არის თითოეული პარტიის პოლიტიკურ წონაზე, მაგრამ მათი არითმეტიკული ჯაბის ტოლი არასდროს არ არის, თორემ ასე ესე კი ამ ტექნოლოგიით არა ყველა არჩევნებს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც და ყველგან ესეთი კოალიციები მოიგებდნენ და ეს ნუ არასწორი არის. რეალობა, რომელიც საქართველოში ზუსტად 2 თვეში დაისადგურებს, 4 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები და 5 ოქტომბერს მივიღებთ ახალ მოცემულობას, ესე ვთქვათ, 100,000 ადამიანი წავა, მიიღებს მონაწილეობას არჩევნებზე. ეს გვინდა თუ არ გვინდა, დღეს აღარავინ აღარ ლაპარაკობს, ტერმინი რეფერენდუმი გამქრალია, მაგრამ ეს არის თავარი ლეგიტიმაციის და განმეორებითი თუ შეიძლება ესე ითქვას მექანიზმი, საერთოდ ადგილობრივ არჩევნებზე დაბალია ხოლმე აქტივობა და გარკვეული პროპორციის კოეფიციენტი შეიძლება ამის გამოთვლა მაინც, მაგრამ ეს 42%-იანი ბარიერი აღარ ხო, ეს ფორმალური ნაწილი მოხსნილია, იმიტომ რომ ეს ჩვენ ნახეთ, რომ ეს იყო გამოყენებული მხოლოდ დროის მოსაგებად და სასპეკულაციად და მეთოდები არ იცვლებოდა, მაგრამ საკუთრივ ის აქტი, რომ 100,000 ადამიანი აურჩეველი წავა და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ეს ერთის მხრივ ცulis ამ რეალობას და ჩვენ მე ვნახავთ არ ვიცი რამდენ ასეულ ან 1000 ადამიანს, რომელსაც ბატონი ლევან ხაბეიშვილი ღირსებით შეკრიბავს იმ რა ქვია რესპუბლიკის მოედანზე და ჩვენ ვნახავთ აი ამ რეალობას, რომელიც სრულად შეცვლის აი ამ სურათს. აი ეს 2 წუთი დაგვრჩა და ეს მოლოდინი თქვენ გაქვთ თუ არა, რომ რეალურად 2 თვეში მოხდება ქართული პოლიტიკის გადატვირთვა და ის არასისტემური ძალები, რომლებიც აირჩევენ ქუჩაში დარჩენას, საბოლოო ჯამში ისევე გახდებიან, როგორც ყოფილი მართველი პარტიები გამქრალდა. დიახ, რასაკვირველია, იმიტომ რომ მე ველოდები იმას, რომ სექტემბერში მოხდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენა უკვე პარლამენტში, ეს უკვე იქნება სერიოზული პროცესის ბოლო და ეს წერტილი ამ პროცესს დაესმება, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე სარჩელი განიხილება ამ პარტიების არაკონსტიტუციურობის შესახებ და მიიღება ერთადერთი მართლმსაჯულებელი გადაწყვეტილება, რომ ეს პარტიები აიგრძელება და რა იქნება შემდეგ, ხო მე რო გითხრათ, რომ ასე ვთქვათ, მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ ეს პარტიები რო გავლენოს, თქო, პოლიტიკიდან ყოველ შემთხვევაში მათ ლეგალურად აღარ ექნებათ საშუალება, რომ პოლიტიკაში მონაწილეობდნენ და გაჩნდება ესე კი ამ ვაკუუმში ავსებს რაიმე პოზიტიურად ორგანიზებული ასე ვთქვათ კონსტრუქციული ძალა, ну, მაინც ამის ასე ვთქვათ ნიშნებსაც ვერ ხედავ. ვითარება მიდის იმაზე, იქითკენ და ეს ალბათ კრიტიკული მდგომარეობებისთვის არის დამახასიათებელი, აი ზღვრული მდგომარეობებისათვის, როცა საქართველოს პრაქტიკულად უკიდურესად შეზღუდული აქვს როგორც საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ასევე საშინაო პოლიტიკური არჩევანი. ეხლა არის ვითარება კონსოლიდაციისა და მობილიზაციის დროა, რომ იქნება ამ როგორმე ამ კრიტიკულ მდგომარეობას თავი დავაღწევთ მშვიდობიანად, იმიტომ რომ გვაქვს უზარმაზარი რისკები საგარეოც და ნუ ვინაიდან ეს საგარეო მდგომარეობა აისახება შიდა პოლიტიკურ პროცესზე ძალიან ასე ვთქვათ აგრესიული ფორმით, საგარეო ჩარევების ფორმით, ნუ ასე ვთქვათ შიგნითაც იგივე კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო დავით სტუმრობისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ის უკანასკნელი რამდენიმე თვე რაც გავიარეთ და რასაც გაუძლო სახელმწიფომ და რამაც აჩვენა, რომ ანუ სამართლიანად დამარცხდა არჩევნებში მაშინ ოპოზიცია, იმიტომ რომ მათ შემდგომ პერიოდში გამოავლინეს და დაადასტურეს ყველაფერი ის, რის გამოც დამარცხდნენ, შეუთანხმებლობა და რასთავარია, როგორც სტრატეგიული, ისე რაღაცა ელემენტარულად ოპერატიულ დონეზე სრული უნარობა ემართათ პოლიტიკური პროცესი და მათ პრაქტიკულად განახორციელეს თვითლიკვიდაცია, რაც იმედი მაქვს, რომ 2 თვეში გაფორმდება კიდეც. მადლობა სტუმრობისთვის, ჩვენ კიდევ გვექნება ბუნებრივია საშუალება
შევაჯეროთ გარკვეული პერიოდის შემდეგ მიმდინარე ვითარება, მე კი გემშვიდობებით ხუთშაბათამდე დროებით.